მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ყველა ჩემს გამომწერს მოვესალმები. მადლობას გიხდით, რომ ესეთი კარგები ხართ. არიან გამონაკლისებიც, მაგრამ ისინი როგორც მოდიან ჩემს არხზე და ჩემს ცხოვრებაში იჭრებიან, ვინ რო არ ეკითხებიან, ასევე უკან მიდიან. ჩემო კარგებო, მე ახლა გვიანია დავწერ, დაველოდე რომ ახალი მთვარე შემოსულიყო და გავწმინდავ, აი დღეს ესეთი სპეციალური სანთელი შევარჩიე, არც თეთრია, არც ნაცრისფერია, შერეული ფერი, ფონებით შევარჩიე. და აქ წყალი, მარილით მომზადებული სპეციალური მაგიური მარილით, ასევე წყალით და როგორც ასე ვიცი ხოლმე ვამზადებ და რაც საჭიროა ის ყველაფერი ყრია. ეს იქნება წმენდა ღრმა ნეგატივისა ახალ მთვარეობაზე და ამოვწმინდავ ეს ყველაფერი რაც დაგროვდა აქამდე, რაც ხელს გიშლით, რა წინააღმდეგობებიც გაქვთ ხო, საერთოდ აი ამ ყველაფერს გავწმინდავ და მოდით დავიწყოთ ხო? ხო, ნახეთ. უკვე ისვრის სანთელი და პირველად არაინთო. აქ უკვე მე ვგრძნობ ენერგეტიკებს, რომ აქ ვიღაცას სხვა ძალებზე აქ ნამუშევარი. სერიოზული დაცვებით ხართ, არ შეგეშინდეთ მეც და თქვენც. ასე დავიწყებ, ხო? ჩემ ხელს ასე ვიზავრო, ძალას მივცე. ჯერ მამაო ჩვენს წავიკითხავ. გამარჯობათ. ჩაქრა კიდე. ჩვენ რომ ხარცათაში წმინდა სახელი შემოდის პეში. დავიწყეთ მეგობრებო. გავწმინდოთ ღრმა ნეგატივი და ნახეთ ერთ წუთი გაჩვენებთ, სანთელს ხედავთ, როგორ გაშავ და ბოლომდე ხედავთ. რა ხდება, უკვე რა ხდება, რამდენი ნეგატივი გაქვთ დაგროვილი. ღრმა ნეგატივის წმენდა დავიწყოთ. თქვენი სახელი დაასახელეთ და მე შეგიძლიათ უყუროთ, ვიზეც გინდათ. სანთელს უჭერს მეგობრებო, უჭერს. გავწმინდოთ ახლა ჩვენ, აი მაგალითად თვალი, ხო? გარეთ გადიხართ, თვალს იღებთ. ნებისმიერ დაწესებულებაში რო შეხვიდეთ, თვალს იღებთ. წამოიღო. ნახეთ როგორ ისვრის ხედავთ? თვალი ხედავთ, როგორი თვალი გაქვთ. ეს თვალი მოკლედ ტერის თვალი. ხედავთ? ტერი. გაშავდა, სიშავე წამოვიდა, წამოიღო. აქ მე ვხედავ, რომ თვალის გამო, აი რო გაგთვალეს, ხო, თვალს ვინც ვიღებთ მოკლედ. აქ თავის ტკივილები აქვს ზოგს, ქალს მიჩვენებს. ხშირი თავის ტკივილები და ზემოდან აი აქ არწივივით აზის რაღაცა დემონი, რა თქმა უნდა, ეს არის დემონი. არწივივით დემონი. ასევე მეგობრებო, ვიტყვი იმას, რომ არა მარტო თვალს იღებს ადამიანი, ხო? ნახეთ როგორ გაშავდა, ხედავთ? თვალზე, მარტო თვალით დავიწყე.
გათვალვაც არის, ხო? გათვალვა. თვალი სხვა არის, გათვალვა სხვა. აი რომ გაითვალები ადამიანი და რომ გაიჭედები და რომ აღარაფერი ну თითქმის ხო, აღარაფერი აღარ გამოგდის ისე, როგორც უნდა გამოგდიოდეს, ხო? კი, აი ნამდვილად არის. გათვალვაც არის აქ, არის ნამდვილად. ჩამოვიდეს ნეგატივი. ოჰოჰო, როგორი სროლა. ხედავთ, დამწვა სულ, დამწვა მეგობრებო. უბრალო სანთელია. ну რა თქმა უნდა, ჩემი მომზადებული აქ მაგიური ყველაფერი, მაგრამ ესე უნდა ვქნა ხელი, რომ არ მესროლოს კიდე. აქ ამოვიდა სული, აქ ამოვიდა ჩასახლებული სული, დემონიზმი, ხო? იმიტომ გაგიჟდა აქ ესე ამოვიდა ქვა, საფლავის, სამკუთხედები და რავი, პენტაგრამები და გექტაგრამებიც ამოვიდა. ეს აი სულ ეხლა, შემიძლია ვთქვა, რომ ეხლაც ვიღაცა მე რომ მუშაობ, აქ მე ვიღაცას ჩავუჭერი ეხლა. კი, ნახეთ, შავი სანთელი. აქ მე ჩაუჭერი ვიღაცას მუშაობა ეხლა, რომ ხსნი ჩემგანაც და თქვენგანაც, ხო? ჩემო გამომწერებო. ნახეთ, როგორი კაუჭია, ვიღაცას კაუჭზე ყავხართ გამოდებული კაუჭზე. აქ ამოვიდა, ну, მოჩვენებაა რა, სუშნასწი რა, ეს გრძელი ცხვირით და გამოსახულება ხო აქვთ იღებენ ადამიანში რომ ჩასახლდებიან, მერე ისედაც იღებენ, როგორ დამწვა ხელი ამ თვალზე. ხო, რო არაფერი არ გამოგდის ადამიანს, მერე სისუსტეში გადაგდის, ხო? აი მაგალითად მე ან ფეხს წამოკრავ, ან სამზარეულოში რაღაცა გატყდება, ხო? არის ესეთი რაღაცაც. და არის ახლა მე მინდა აშევე ხო თვით გათვალვას, მეგობრებო. თვით გათვალვას. აი უცებ რო რაღაცა გაგეხარდება, ან უცებ ღმერთმა სულ ესე გვატაროს წინ წასვლა გაქვს და რაღაცა ხო მიღწევა ან რაღაცა ესეთი და ვაიმე აი ძალიან რო გაგეხარდება და ძალიან რო აიკვიატებ ადამიანი რომ ვაიმე ესე რა კარგი ეს რა აი ეს არის თვით გათვალვა. მიხვდით? აი ეს არის თვით გათვალვა. ну ამას დიდი ახსნა არ უნდა, ხო? ხო, აი აქ ამოვიდა, აი რო გიხარია და რო ცეკვავს ადამიანი, ესეთი სიტუაცია და ამოვიდა. თვით გათვალვა, ჩემო კარგებო, მოდი ამოვიღოთ ესეც მენიუდან, გავწმინდოთ ჩემგან და თქვენგან. აქ წამოდგებით, ვინც თვით გათვალვით ხართ ჩაბლოკილი, დაბლოკილი, ხო? აქ ჩამოვიდეს ჯერ მარტო თვალზე, გათვალვაზე და თვით გათვალვაზე ვარ, ვერ წავედი წინ, ლამის ერთი სანთელი მოვანდომე, ნახეთ რა სიშავე ჩამოდის. და წვეტით მუშაობს, ეს არ არის კარგი. ეს არ არის კარგი. თან როგორ ბოლავს. ახლა გადავიდეთ, მოდით იმაზე რა ქვია. ბლოკები, ხო? აი ასევე როგორც თვით გათვალვა, არის თვით დაბლოკვა, ენერგეტიკის ჩაბლოკვა. ზედმეტი ემოციურობის გამო, ზედმეტი შიშის გამო, იმისი რა ქვია, სტრესების გამო, ხო? სტრესების გამოც და ან აი რო აიჩემებ ადამიანი, აი როგორც ერთ სიმღერას აიჩემებ და აგეკვიატება, ხო? აი ეგეთი თემა ამომდის ახლა მე აქ, მეუბნებიან რომ აი არის ენერგეტიკულად აქ ადამიანები, რომლებიც ახლა უყურებთ ამ ვიდეოს, რომ თვით ბლოკები. მოდით ჯერ მოვხსნი მე აქ ბლოკებს, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი, ხო? აბა წამოიღოს ბლოკებს ვხსნი, ვასუფთავებ, ვიღებ, რომელიც ხელოვნურად არის ჩადებული
და ხელს გიშლით ჩემს გამომწერებს და მე წინ წასვლაში ნახეთ რამხელა კაუჭია ნახეთ როგორ ბოლავს მეგობრებო ყვითელი სანთელი აქ ამოვიდა ბუ მაგრამ როგორ არის იცით ვიღაცას ძალიან ბრძენი გონია თავისი თავი და რაღაცა ან ძალიან ზედმეტად გარიგებთ ან ძალიან მართლა შორიდან არის მაგრამ თქვენზე რაღაცა ისეთი აზრები აქვს რაც არ არის შესაბამისი თქვენზე ხო ხვდებით არა და ეს მაგის ტვინით რომ ბრძნულ აზრებს იძახის თქვენზე თან ყოველ დღე რო საუბრობს და დღეში 9-ჯერ და 1000-ჯერ ალბათ ეს ყველაფერი ბლოკებია ხელოვნურად შექმნილი ბლოკები სხვისი ადამიანებისგან გამოწვეული თქვენს მიმართ ხო აბა გავხსნათ ეს ბლოკი გავხსნათ როგორ ისვრის ამოვიღოთ ბლოკი რომელიც ესე იგი ხელოვნურად არის შექმნილი ოხო, კაი შავე წამოვიდა. ზუსტად ნახეთ, აქ არის მთვარის სხვა ფაზა, დაბნელებაზეა ნამუშევარი. მთვარის დაბნელებაზეა ნამუშევარი. ეხა გადავიდეთ გენაცვალე თვით ბლოკებზე. თვით განადგურება. ოხო. ადამიანი შენი თავის მტერი შენ ხარ იცით პირველ რიგში. აქ ბევრს მე ახლა რამდენი შემხვედრია პრაქტიკაში ადამიანი ქალიც, კაციც, დიდიც, პატარაც, ყველანაირწლოვანების და ასე. აქ არის ენერგეტიკული ბლოკები, ახლა მე ვხედავ. ჩაბლოკვებია რა, რო ჩაიკეტავ ადამიანი და იზოლაციაში რომ მოიქცევ შენ თავს, ხო ხვდებით? შიშებით, ისე ვიტყვი ის აზრი მოგდით თავში, ოხო, რაც არ არის თქვენი, ხო? და მე იბლოკავთ თავს. მგონი ცოტა გაიხსნა ეს ბლოკები, თვით ბლოკები, ამოვიღოთ. აბა ვაცადოთ, წამოიღოს. ხსნივ თავისუფლებ ნეგატივს. თავისუფლებ ნეგატივს, ღრმად წმინდავ, ამოვწმინდავ. ხელოვნურად ჩადებულ ბლოკებს თვითნებურად გაჩენილ ბლოკებს აქ მიჩვენებენ რომ ბევრმა ან გარეთ გახოს სულ გასვლაზე ხართ გაქცევაზე ან კიდე როგორ არის იცით სახლში ხართ იზოლაციაში მოქცეულები ანუ შეიძლება ან მაღაზიაში ჩახვიდე ან პურზე ან რაღაცაზე მაგრამ იზოლაციაში გყავთ თქვენი თავი აქ მოქცეული მინდა გითხრათ მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო. ნუ ეხლა აქ რაც მოიხსნება ხო, თავის თავად გამარჯობა. აქ რაც მოიხსნება თავის თავად მტერზე უკან გაბრუნება იქნება ავტომატურად. ნუ ეს ვინც გისურვათ, ხო? ესეთი რაღაცეები, რომ იზოლაციაში ხართ აგერ ზუსტად კი. აქ ხვეულთმიანი მამაკაციც ამოვიდა, აქ ამოვიდა ქალიც ამოვიდა, ან მაღლა აქვს უყვარს ტალღოვანი თმები, ან შეიძლება იხლებს თვითონაც ესეთი ტიპი ამოვიდა. მოკლედ, ეხლა შევეხები წინააღმდეგობებს, ხო? მოდი ეხლა ეს წინააღმდეგობები, რაც ნახეთ, რამდენს გაქვთ წინააღმდეგობები და ხელოვნურად შექმნილი, აქ უკვე ეს თვითნებურად არ ხდება. ეს უფრო ხდება ხოლმე გარეშე სამყაროსგან, გარეშე პირებისგან, რომლებსაც არ სურთ, რომ ესე იგი თქვენ წინ წაგივიდეთ ცხოვრება, ფინანსები იშოვოთ, სამსახური გამოიმუშავოთ ფინანსები და ისევ შურია ეს, ხო? ასევე მე გთვალავენ არის აქ რაღაცა პროგრამები ჩადებული, რომ
თქვენ ანუ რაღაცა აი პატარა ზღვარს დაგიტოვებენ და იმის იქით რო ვერ გახვიდე, მიხვდი ხო? აი ესეთი თემა მომდის მე ახლა ზუსტად, აი აქ სულებია, აი აქ რაღაცებზეა ნამუშევარი, არასასიამოვნო რაღაცებზე, რომ წინააღმდეგობები გქონდეთ. მოდი ხო მე ამ წინააღმდეგობებს გავასუფთავებ, ამოვწმინდავ, ამოვასუფთავებ თქვენგან, ჩემგან, თქვენგან და აგერ წინდა არის ჩემო კარგო, რომ აი ხო თქვი, ან სამსახური ვერ იშოვოთ, რომ წინააღმდეგობები გხვდებათ, ან მიდიხართ და მე რო იცით, რომ აი იქ დაბარებული ხართ, არა, უკვე აი მაინც აღარ მიგიღებენ. ხო ხდებით არა? აი ესეთი რაღაცა თემებით, რომ აი პარტნიორი არ გყავდეთ, წინდა ეგ არის კიდე რომ ვერ იმოგზაუროთ, მიხვდით ხო? რომ ვერ იმოგზაუროთ. ესეც არის გზები, წინააღმდეგობები. აი ამას ყველაფერს ხსნი, ვასუფთავებ. ხსნი, ვარღვევ ამ წინააღმდეგობებს, ჩემი და თქვენი ცხოვრებიდან, გზებიდან, ფინანსური არხებიდან. ხო, ფინანსებზე გაგიჟდა. ვიღაცას არ ძინავს, ესე იგი, რომ თქვენ ხوار გამდიდრდით, ხوار ხო, ნახეთ. ამხელა გველია უყურეთ, ამხელა გველია. ხوار გამდიდრდით და თვითფრინავი ხوار იყიდეთ. ნუ აქ ამოდიან ძალიან ბევრი ხალხი ამოდის, რომელიც ესე იგი თვალს გადევნებენ, თქვენ საქმიანობას ადევნებენ, იმიტომ რომ ამ წინააღმდეგობებს ხელოვნურად რო გიქმნიან, ხო, თავისთავად კონტროლში ყავხართ, მიხვდით? კონტროლში ყავხართ. აბა, ისე კი არ არის, რომ ჰოპ და მიგატოვეს არა, მტერს, სხვათა შორის უნდა იმას აქნა, რომ ნახეთ რა ხელა გველია, არ უნდა რომ ჩაქრეს. აქ ესეთი კვანძია და ბოთლი დაიხატა. აქ წინააღმდეგობებს გაკვანძულია და შეიძლება მაგიური ჯადოქრული ბოთლშია ეს ყველაფერი ჩადებული, არ გამოვრიცხავ ამასაც, არ გამოვრიცხავ მეგობრებო. ნახე კი არ ქრება. აქ სარკეც ამოვიდა, იცით, სარკე. შეიძლება სარკისებური რაღაცა პორჩაც გაქვთ გაკეთებული, ან ზაკალცოვკას რო ეძახიან და მე ხლა აი ამ ზაკალცოვკას, აი ამ ყველაფერს მოხსნი. აქ ამოვიდა გენაცვალე თოკები, ჯვრები, აქ უკვე მაგია, შავი მაგია, საფლავის მაგია ამოვიდა, გადახლართული, გადმოხლართული, აი ეს ყველაფერი ჩემო კარგებო. მოდი ახლა შევეხოთ შიშს, ხო? შიში ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება ადამიანს ბავშვსაც და დიდსაც შეექმნას, ხო? და შეიპყროს ამ შიშმა. მე მაქვს რიტუალი შიშის მოსახსნელი და იქ შეგიძლიათ უყუროთ, იმიტომ რომ აქ ბავშვებიც დამიფიქსირდა მე ახლა ბავშვები აი აქ, რომლებსაც ან შეიძლება ზედმეტად კომპიუტერთან ან თამაშებთანაც არიან, ამასაც მიფიქსირებს და კი, არის აქ ტელეფონიდან ან ჰაერიდან შემოსული, ჰაერიდან მენტალიდან შემოსული შიშები, ნუ ესეც ხელოვნურად ჩადებულია, ხო? ნუ ეხლა უყურეთ. აქ ეხა ქალიზის, ორსული ქალი და ან მუცელში შეეშინდა თვითონ ბავშვს მეუბნებიან და დღემდე ტრავმირებულია და დღემდე შეიძლება ბავშვი ან ვერ მოძრაობს, ან ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ სულ 4-იანებში ზის, აი გაჩერებულია რა, კი, ორსულად და
ну ესეთი თემა ამოვიდა. ხო, აქ ამოვიდა კიდე გატიკნული მამაკაცი სასმელით ხელში. ეს ნიშნავს, რომ ესე იგი ვიღაცას გაუკეთეს ესეთი პორჩა, რომ დამოკიდებული იყოს სასმელზე და მერე რაღაც დემონები მოელანდოს, ან სპეციალურად უგზავნიან, რომ ესე იგი მას ვერ გამოვიდეს მდგომარეობიდან. მოდი ახლა ესეც ამოვწმინდოთ. ყველანაირი სიტუაციიდან წმინდა ვასუფთავებ. ნახეთ შიშზე რამხელა ის ჩამოდის, გოგოებო, ბიჭებო. ნახეთ, რეები ხდება. ობ. მგონი ამოიწმინდა. კი, ცოტა მომეშვა. კი, ამოიწმინდა. თო, მოკეთ დღეს სულ გველები და რაღაცეებია რა. სუ. ნახეთ რეები. ხო, აი აქ ესაა რა, გატიკნული ტომარა და შიგნით აი ორი კურდღელია. ბავშვებიც არიან შიგნით მოქცეული და ქალებიც და მამაკაცებიც რო იცოდეთ. ან ვიღაცა გაშინებთ სპეციალურად, ესეც არის. ნუ აქ ძილშიც მოდის ხედავ დემონები და ასე შემდეგ და ეს დიდ თვალსაც გავს მიხვდით, ხო? აი რო თვალი, ესე იგი ვიღაცა გიყურებს, რომ აბა როგორ ცხოვრობ, იმიტომ რომ გამოგზავნილი აქ აი შიში შენსკენ და ხო არ განთავისუფლდი აი ამ შიშისგან, აი ამ იმეებისგან, ხო, მოჩვენებებისგან. გადავიდეთ ახლა პანიკურ შეტევებზე. პანიკური შეტევები და ამოვწმინდოთ ეს ნეგატივი, რომელიც ესე იგი ადამიანს ესე იგი საიდან მოდის ნერვული სტრესი, ხო, ეხა აქ თავი დაიხატა, ყელი, მხრები, მენტალური შიშები, ისევ შიშს შევეხე, ნუ რა ვქნა. იქ მიმიყვანეს ისევ. რასაც კარნახობენ ხედავ, იმას ვამბობ. ხო, აი ეს ამოვიდა რა, მენტალი, გებრძვიან მენტალზე, თავის ტკივილები, ნერვოზული სტრესები, უძილობები, იმიტომ რომ აქ დემონების უშნასწები და აქ უსულო არსებები და მიტოვებული სულები ამოდის და აი ამებს გიგზავნიან, რომ ესე იგი ძილი არ გქონდეთ, ხო? და მე რა თქმა უნდა, ძილი რო არა გაქვს ადამიანს, გერღვევა ფუნქცია, ხო? გერღვევა და პანიკური შეტევები გეწყება. რა თქმა უნდა, ეს არის უკვე სპეციალურად, აი როგორ იწვის მწვავს უყურეთ, სპეციალურად ის არის რა, აქ გასაღებიც ამოვიდა, რაღაცა გავხსენი მე ახლა. აი ეს ბესი, ჩერწი და ეს ბესები და ეშმაკები და აი ეს დისტრუქციული პროგრამები გავხსენი მე ახლა. აქ რაღაცა გასაღები ამოვიდა და ოჩახ კარგი გოგო ვარ. ხო, ეხლა მინდა შევეხო სისხლძარღვებს, ჩამოკარგებო, სისხლძარღვებს, რახან ესეთი თემა გამოჩნდა და თავს შევეხეთ, ხო? მოდი შევეხოთ სისხლძარღვებს, მეგობრებო. ოპა. მენტალი და სისხლძარღვები და ჩაქვრა. მოდით შევეხოთ ახლა სისხლძარღვებს, თეთრი სანთლით მუშაობ, ლამის თლატყვითელიც არა ვიღე მუქი. და ნახეთ რა სიშავია, ნუ მე გაჩვენებთ როგორც ყოველთვის. ხო, აქ ამოვიდა ახლა ლაქები ამოვიდა, ან თავზე გაქვთ ვიღაცას ლაქა, ან აი ტყლიპივით რო იძახიან შეიძლება ეგეთი რაღაცა ამოვიდა. აქ არის კიდე მერე გაჩენილი ლაქა, უფრო ლაქა ახალს იმდენად არ გავს. აქ არის თევზზე ნამუშევარი, თევზზე. და სისხლძარღვების შევიწროვება მიმდინარეობს. კი, აქ არის პორჩა. ადამიანი ზის აი აქ, ნიკაპზე აქ რაღაცა პეტარა წვერები, აჭარელს გავს, ეს არის რაღაცა აჭარული პორჩა, აჭარული ჯადო.
აჭარული კალდუნი ამოვიდა, აჭარელი კალდუნი კი აი ზუსტად სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს თავში რახანდესია და თავში რო ესე იგი შეგივიწროვდება და სისხლი არ გამოძრავდება და არაფერი, მოდი ახლა მე ამას გავხსნი, აი ამ ნეგატივს, აი ამ თავში, აი ამ მთლიან თავში ტრიალებს, მერე გადასცემს წელში მარცხენა მხარეს, დაბლა მალებზე მარცხენა მხარეს და გადადის თირკმელზე. ეს არის ან თქვენს წინაპრულ ხაზს ეხებიან და დაცვებს და ენერგეტიკას გიტეხავენ, ან კი არა ასია, ნამდვილად ასიაო სანთელმა და არის კიდე ის მომენტი მეგობრებო, რომ თქვენი სისხლით ნათესავები გიკეთებენ, გებრძვიან. სისხლით ნათესავი მარტო დადაძმა ხო არ არის, მიხვდით ხო რას გეუბნებით? ან სისხლით ნათესავისგან შემოსული რძალი, სიძე, აი ესეთი თემა შეიძლება იყოს. კი, აი ამოსუფთავდა, კი და თავბრუც კარგად დამეხლა, ამოსუფთავდა. კარგით, ეხლა რახან ესე ჩამოეღვენთა. მე გადავალ ისევ ზემოთ ავიყვან ენერგიას. ხო, იმიტომ რომ სისხლძარღვები მარტო თავში ხო არა, თავიდან ზემოთ. ავიყვან ენერგიას მე ახლა ნახეთ როგორ დაიკლაკნა ორმაგი ცეცხლი. გითხარით, აი ნახეთ. მიდის ლაპარაკი და მიდის. არიღლე და ჩაქრა. აქ ეხა თირკმელს რო მაჩვენეს მე, აქ სიკვდილზეა გაკეთებული პირდაპირ რო არ გინდობენ და აი ამ წუთასაც როგორც ეს აი აქ და აქ გასაღები გავხსენი, ხო? აქაც პორჩა არის საფლავის. ანუ აქ მიბმაც არის მიცვალებულზე, აი აქ არის მიბმა მიცვალებულზე, რომელიც მე მოვხსენი. აქ გასაღები გავხსენი. აქ თევზი ამოვიდა და აქ ეხა ნახეთ, ერთი კვერცხი დაგვრჩა. და აქ ავყვები მე ხა ენერგეტიკას, ავიყვან ენერგიას ზემოთ, მეგობრებო, შეიძლება ეხლა იგრძნოთ, შეიძლება კი არა იგრძნობთ რაღაცებს და ყურების პორჩა, აბა ვნახოთ თუ არის ყურებში პორჩა ჩადებული. ნეგატივი, ეხა პორჩა შეიძლება ხელოვნურად არ ჩაგიდონ და ისე დაგიგროვდეს და ისე გადავიდეს ნეგატივში და უკვე პორჩად გადაიზარდოს. იცით რატო მეგობრებო? ყოველდღე ვისმენთ რაღაცას, სამსახურში, სახლში, თუნდაც ტელევიზორიდან, თუნდაც ნახეთ ცეცხლზე კიდება ხახნო, ვიღაცას ძალიან არ უნდა მე რო ეხლა ამას ვხსნი. და აი ეს ყურებში წარსული მეთქი, ხო, წარსული მარცხენა ყურს მიჩვენებს, შეიძლება ესე 3 წლის მერე, აი ესე უფრო, ხო, 3 წლის მერე მიჩვენებს. არის რაღაცა შეიძლება ან ვიღაცას წყალი ჩაუვიდა, ან რაღაცა გაცივდა ბავშვი, რაღაცა და მერე აი დღემდე რო პრობლემატურია. კი, ტკივილები და საშინელი მდგომარეობებია. და ამოვწმინდეს და გადავედი მარჯვენა ყურში. მე ახლა მარჯვენა ყურში და ეს არის ჩემო კარგებო, ესე იგი მარჯვენა ყურში როგორ არის იცით? კაი ხანი თითქოს რაღაცა გიჭერთო, კაი ხანი რაღაცა, ესე ამოდის. აი ყურის უკან და ქვედა ყბა, კბილები თითქოს რაღაცა მეტალს გარჭობენო, ნუ ენერგეტიკას გიტეხავენ და ისევ კბილსაც შევეხენ, ნუ ხო წინაპრული ხაზი, ისევ თქვენი აი შენი ზუბი აქო რა, აი შენი ისა ჯინიჭერსო ხო ხდებით და ვიღაცა ესე იგი გიმტრევთ ენერგეტიკას, დაცვებს გიმტრევთ აქ. და ეს ხდება 1.5 წელს 6 თვეს მიჩვენებენ. სუ ცოტა, მაგრამ აქ ერთი არის ბრძვის, აქ იბრძვის
კლანი თითქოს კლანი. ერთმანეთსაც იცნობენ, მაგრამ არიან აი აქ რომ სხვადასხვაც არიან თქვენი წარსულიდან, ან ეხლა შეძენილი ვიღაცებისგან და კაცებიც ამოდის, გოგოებიც, ქალებიც. აი კი ზუსტად. და როგორ არის იცით, აი თითქოს არ იცნობენ ერთმანეთს, ესეც არის, მაგრამ ერთნაირად გარტყავენ, მიხვდით ხო? ერთნაირად. ნუ ხო არიან ეხლა მოყვარულები, ვაიმე ეხლა ეს მთვარეა და აბა დღეს ეს მთვარეა და ესე და აი მელაკუდა ხო გითხარით არა ვიღაცა აი ესეთი ცბიერი ადამიანი ყავთ რომ თავზე თხუნელა თავი აი ამ თავს დაგასვესა ეს რაღაცა და გწოვთ აი ამ ენერგიას მიხვდით ხო და ყურების დახშობაც იმიტომ ყურების დახშობაც იმიტომ გაქვთ. აი ხა ბევრს გაგეხსნებათ მე ვგრძნობ. კი. თორე კაის ამოვწმინდე აქ ამოვიდა პარაზიტი არის ესეთი პარაზიტი გისვავენ ეს თავზე ყურს უკან ერთ ყურზე გახვევენ და ერთზე მუშაობენ მიხვდით ხო და ამით ესე გიჭერენ და აი ამ პარაზიტს მე ხავ ხსნი და გამომგზავნს საიდანაც მოვიდა მის სამართზე გავუშვებ. აი ხა ვიღაცას მარცხენა ყური აეკავა შიგნიდან. კი, გავუშვებ. აქ ამოვიდა მგელი მეგობრებო, აქ არის უკვე სერიოზული შავი მაგია, მოკლედ არ გინდობენ. ნუ უკან მისდით ეს ყველაფერი. იცით რა არის? აკეთებენ ბოროტებას, ვერ გიტანენ. უდანაშაულო დამნაშავეები ხართ, მეც და თქვენც და თვითონ იფუჭებენ ცხოვრებას. ყველაზე მაქვს საუბარი, ვინც ესე იქცევა. ახა სპილოც, აი სპილო რა არის? ოჯახი, ხო? ოჯახში არ გქონდეთ ერთობლიობა, არ გქონდეთ ერთხმიანობა, კეთილდღეობა, ხო? აი ეგეთი თემა ამოვიდა, რომ დაიშალოთ, მიხვდით, ხო? ოხო, ფეხზე მომხვდა. ნახეთ როგორ არ სიამოვნებთ ახლა მე რომ ალბათ მეც რომ იტევენ ჩემ მტრებს მე დაგდებული ვგონი ვარ და რომ გამოვედი ახლა ცეთერში გავუკვირდა არ ესიამოვნათ მიხვდით ხო რა თქმა უნდა ახლა მეც მყარაულობენ ხო და რას ვამბობ თვითონ იფუჭებენ ცხოვრებას თავიანთი უგუნურობით თვითონ წარსულში ვიღაცასთან იყვნენ გაუფუჭდათ ან ჯანმრთელობა ან საქმე და მერე ან მემაბრალებენ ან თქვენ გაბრალებენ მიხვდით ხო ეს არის ვამპირიზმი ეს არის ნუ ამას აღარაფერი არ ქვია ადამიანური მიხვდით ხო და ხალხნა თქვენ თავს დაუფიქრდით სხვას რატო აბრალებთ თქვენ რო არ გიმართლებთ ცხოვრებაში რატო აბრალებთ სხვას ეს უფრო დიდი ცოდვაა რო იცოდეთ და ცუდი საქმის გამკეთებლები აი ხა რაც აი აქ ამოვიდა ნამდვილად ლამის თეთრ სანთელზე ხო ეს ეხლა კარგის მომასწავებელი არა მე რო ეხა აქ ხსნი ეს უკან ბრუნდება ხო მე კიდე ვის დააბრალებთ მე და ისეთ ადამიანებს ვისაც ხალხისთვის სიკეთე უნდა ხალხს დახმარება უნდა რომ წინ წავიდნენ ცხოვრებაში და აი ესეთ შეტევებს აკეთებთ და ელემენტარულია რომ ჩვენ რომ მოვიხსნით მე და ჩემი გამომწერები და საერთოდ ხალხი ხო ის ვის უბრუნდება დამკვეთს ანუ თქვენ მტრებს და ვინც გააკეთა იმას ხო აჰა ორივე სანთელმა ერთდროულად ისროლა მე ეს თემაზე ვლაპარაკობ ახლა აი აქ რაც ამოდის იმას ვლაპარაკობ მეგობრებო კაუჩში ყავხართ ვიღაცას ნახეთ კიდე როგორი კაუჩია ესე იგი ვერ ისვენებს და ბუშტი გასკდა თითქოს რაღაცა ბუშტი კიდე გავხეთქე რაღაცა ძალიან კარგი ესე იგი ყურების დახშობა ახლა ბევრს გაგეხსნათ ამაღამ კარგად დაგეძინებათ ახლა და რა გაბარემ გადავალ რახან ყურები და დახშობაზე აგვიყვანა უფალმა ანგელოზებმა მათი დახმარებით აქ ამოვიდა იცით როგორი ის ამოვიდა რაღაცნაირი ტრედი არის მგონი და
დიდი გული რო აქვს, გვაის დიდად რო უფეთქავს, ხო ხვდებით? აი ეგეთი რაღაცა ამოვიდა, ვიღაცა გედიდგულებად ძალიან, გედიდგულებად და ზურგს უკან თორე წინ ვერ გიბედავთ და ელოდება აი ამ გაფუჭებულ, გაშავებულ თავის შეკვეთებს, დაკვეთებს და ნაშრომებს ასე დავარქვათ, რომ ესე იგი აქ სარკე ამოვიდა უკვე პორტალი სარკე, ხო? ნუ დღეს პორტალია იგივე. ხო. 11-იც დაიწერა. პორტალზეა ხო გაკეთებული. ხო და ამ მტრებს ის ავიწყდებათ, რომ თქვენზე ძლიერებიც არსებობენ, მეგობრებო. არსებობენ და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, გაუფრთხილდით შვილებს, გაუფრთხილდით დედიკოებს, მამიკოებს, ხო? იცხოვრეთ ტკბილად. რატო გშურთ სხვების, რატო? აი შურს შევეხები. მე ახლა მინდა წნევებს შევეხო, რახან ყურს. ყური, წნევა. ოჰო. აქ წნევა თამაშობს. ზოგჯერ იცი როგორ მაჩვენებს, რომ აი ხუბ და საერთოდ რო არა გაგწნევა, თითქოს აი რო გაჩერდება რაღაცა, როგორ ისვრის ნახეთ, აი ესეთი შეგრძნება ამოდის, წნევა. აქ იცით რატო? იმიტომ რომ აქ უსულო არსებები, ეს უშნასწები ჯადოებისგან, ესე შევლენ, მერე გამოვლენ და კი აი ნამდვილად რა თქმა უნდა, გექნებათ ესეთი სიტუაცია, რა თქმა უნდა. აი ამას ხსნი, ოი როგორ ისვრის დამწვა, აი ამას ხსნი ამ ყველაფერს და აი ამ ჯადოს, აი ამ ხელოვნურად ჩადებულ სიტუაციებს რა თქმა უნდა ვასუფთავებ, ვიღებ ღრმად, აი ყველაფერს ვასუფთავებ, რომ წნევას ვარეგულირებ, უკან ვუშვებ მე აი ამ უსულო არსებებს და საიდანაც მოვიდნენ, იქ გავუშვებ უფლის დახმარებით, ანგელოზების დახმარებით, ჩემი წინაპრების დახმარებით და სამყაროს დახმარებით. ამინ. კაი, აი ბროწეულივით რაღაცა გადევთ სიმძიმე, კი? ოხოხო, თავბრუდა მე ხვა სერიოზულად, მეც ხარ მქონდა რამე. და ვერ ვიგრძენი. ნუ ესეთი რაღაც არ არსებობს, რომ ნინიამ ვერ იგრძნოს, მაგრამ ხა ხუმრო. სანთელიც ქრება და ისვრის სასწაულად. ჩემ დაცვებზე გამოდის, დაცვებზე მიხვდით, ხო? აქ შურზე გამაჩერა და რახან უნდა რომ შურზე ვიმუშაო, მოდი ვიმუშავებ შურზე, ხო? შურიანებს მოვაშორებ ჩემს ცხოვრებას, თქვენს ცხოვრებას, ჩემო გამომწერებო. სტუმრებო, გამოიწერეთ არხი. ხოლო ჩემი გამომწერებისთვის არის ჩემი რიტუალებიც და გაშლებიც და გადადით მეორე არხიც მაქვს, იქაც უნდა იყოთ, იქაც ვდებ ხოლმე გაშლებს. მეგობრებო, ეხლა აქ ვინც ხართ ამ არხზე, არ გადახვედით, რამდენი გამომწერი ხართ აქ და იქ რაღაცა ძალიან მიზერმა გამოიწერეთ და რატო? იმიტომ რომ უცებ ხა მე ყველაფერს არ ვამბობ, ხდება დაბლოკები, ხდება წინააღმდეგობები ამ შავი მაგიის ხალხიდან, იქიდან და პირველი იბლოკება აპარატურა, ეშმაკებისგან, დემონებისგან, სატანებისგან, ხა ყველაფერს ხო არ მათქმევინებთ არა, არ მინდა ვთქვა ეთერში. და გადადით მეორე არხზე, რომ რეზერვში იყოს, გადადით, გამოიწერეთ. აქ არის თხუნელაზის კუდით. ესე იგი, ვიღაცა კუდიანია, რომელსაც უნდა რომ გამოგითხაროთ ძირი. თხუნელა სხვა არაფერს არ აკეთებს, ხო? გასაგებია. ეხლა გადავიდეთ წევლები. გადავიდეთ ახლა ჩვენ წევლებზე. და ადგილი აღარ დამრჩა. აი აქ დავიწყებ. ნახეთ და დამახველა. გადამწდა ეგ. წევლებზე გადავალ, მე აქ ახლა ჩემო გოგოებო და ბიჭებო, გადავალთ და მოგიწევთ ესე.
გადავალ წყევლები, როგ წყევლიან, დაუმსახურებლად. დამსახურებული წყევლა მე არ გამიგია. დაუმსახურებლად რო იწევლებიან ჩვენს და ჩვენი ახლობლების მხარეს, ხო? აი მთელი ზიზღით და მთელი მონდომებით, ხო? ნუ შეიძლება ადამიანმა ქუჩაში გაიარო და იქაც მოგაწყევლო, ხო ხდები და ჩუმად, მაგრამ ან გულში და ვერ გაიგო ადამიანმა. მე რეხობ და აგეკრა ეს და გადაიქცა ნეგატივი პორჩად. მიხვდით, ხო? პორჩად გადაიქცა. ესეთი თემაც ამოდის ახლა. მოკლედ აქ ნახეთ სანთელი რა დღეშია, ხმა გესმით? ესე. აქ არის, ესე იგი, ერთი კი არის წევლება, ერთად ზიან. როგორც აი ამ აქეთ თემა ამოვიდა, ერთად ზიან და ერთად იწევლებიან. ერთად, ჯგუფურად, მიხვდით, ხო? ჯგუფურად. აჰა, კარგი. ახლა შევეხები მე ძველ წყევლებს, მოდი, ძველ წყევლას შევეხები და ჩაქვრა, იმიტომ რომ ესე იგი დიდი ხანია ვიღაცა იწევლება, ამოვწმინდავ ამ ნეგატივს. უყურეთ სანთელს რა ხდება? უყურებთ რა ხდება სანთელს? ხმა გესმით სანთელს, ჭუბობს. ძველი წყევლა, რომელიც გადმოდის წინაპრებიდან, გადმოდის წლებიდან, აქ ბევრს ესე იგი დიდი ხნის წყევლები გაქვთ, ძველი წყევლები, იმიტომ რომ ძალიან ის არის, რა ქვია, ნელ-ნელა და უჭერს. ეტყობა ღრმად არის ჩადებული ის წყევლები, ღრმად არის ჩადებული. ნახეთ? კარგით, ჩემო კარგებო. ახლა შევეხები ისევ ახალზე მეუნებიან, ახალზე ნახეთ რა დაემართა? ისვრის ფეიერვერკი, ახალი წყევლები. შეიძლება აი დღემდე რა, დღესაც არტყმული. აი ხაც ვიღაცა იწევლება, ნახეთ როგორ იწევლება. ხედავთ? ვიღაცა იწევლება ძალიან ახლა ჩვენს მხარეს. ნუ ამას ყველაფერს ხსნი ჩემგან, თქვენგან, მეგობრებო და უკან ვაგზავნი. საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს. ამინ. თვითონ გადაამუშავონ თავიანთი ნეგატივი, ვნახოთ აბა როგორ გაუძლებენ. ეხლა მე მინდა შევეხო მოწყევლას. ხო, ნახეთ. ნეგატივი თვითონ გადაამუშავონ მეთქი და ვერ გაუძლეს, ვერა, იმიტომ რომ ჩვენს მხარეს ხო ისეთ ზიზღს უშვებენ, აი ტომარა დაიხატა აქ, ბუდა ტომარა, რომ ესე იგი უთვალავი წყევლა აქ, ხო? და ვერ გაუძლებენ ნეგატივს თვითონ, იმიტომ რომ თვითონ ხო აღარ იციან, გონიათ რომ ეს არ მიუბრუნდებათ, მაგრამ აი, ამანაც დაიწყა პუნა. მიუბრუნდებათ კი არა, აბა რა. ეხლა გადავიდეთ, მეგობრებო, წმენდაზე, ზურგიდან მოწყევლა. ზურგის პორჩა. თლიანი ხერხემალი.
ბეჭებიდან გავდივარ მარჯვნივ მარცხნივ ენერგეტიკით. ავდივარ თავი რო იწყება ეგ ჩაღრმავება რო გვაქვს, აი ეგ არის წყევლები, ნახეთ, ობა, ოხოხოხო დაიწყო ფეიერვერკი. და ჩამოვდივარ დაბლა ხერხემალზე, ხერხემალზე და კუდუსუნთან წელი დაბლა წელის მალები. ნახეთ ხალხნო, ადუღდა სანთელი ადუღდა ხალხნო თქვენ რეებს მელაპარაკებით. აქ იცით რა არის ტაზ ქართულად როგორ ტაზაბედრენი, აი მენჯის ძვლები და უკან კუდუსუნის პორჩა, აქ არის სასიკვდილო პორჩა გაკეთებული. ამოიბერა ხალხნო, სანთელი ამოიბერა, დამწვარი უკვე, აი ეს რაც დამწვარია, ცვილი ბუშტები გახდა, მიხვდით ხო? ბუშტები, ღმერთო ჩემო. აი სიკვდილზე მეთქი, ხო ვთქვი, აქ არის პირდაპირ სიკვდილის ჯადო, იმიტომ რომ აქ ამ ჯადოს რო ჩასვავენ, უკანა ეს პარაზიტს ჩასვავენ, მოგაჯდებათ უკნიდან, წელზე შემოგეხვევათ, თავი აქვს თქვენს მხრებთან შუაში, აი აქ თავთან რო იწყება თავი დადებული და აი ეს მერე გადადის მენჯებზე და მერე ხდება მენჯის მოტეხვა და ასე შემდეგ, ხო ხვდებით არა და სიკვდილს იწვევს რა. ავდივარ ისევ ზემოთ ავდივარ. აი ზურგის წყევლები და ავდივარ აი კეფასთან უკან ჩაღრმავებას, ბარემ ამოიწმინდოს. ზურგიდან მოწყევლები ხსნი ჩემგან და თქვენგან და უკან ვაბრუნებ, ვინც გამოუშვა, საიდანაც მოვიდა, იქ წავიდეს. ამინ. აქ იცით რა არის? რა ქვია, მერთო ჩემო ამას? აი ესეთი რაღაცა ტოტი და ყვავილივითა, იცით რა არის? იმას აგავს, რა ქვია? რო უნდა შეუბერო, ეკალია თუ რა არის, დამავიწყდა ქართულად, ხო? რო ბაბუა წვერას რო ეძახიან. აი უყურეთ, აი აქ ამოვიდა, აი აქ ზუსტად მენჯებზე და კუდუსუნზე რო გავწმინდე, აი სუშნასწის და დემონების და უსულო იმეების ლარვები და ეს ყველანაირი პროგრამები ამოვიდა. აჰა, მეორე სანთელი და მესამე მგონი, არ ვიცი, მოიცადე ხა ცოტა და მუშავდეთ სწრაფად, ხო, უბრალოდ აქ მოითხოვა, თორე არ ვაპირებდი ესე, მეთქი ამოვწმინდავ და აჰა, შევჭერდი. ეხა პორჩა თვალებს უკან. რა არის თვალებს უკან პორჩა, მეგობრებო? რა არის და აი ზაგლაზა. აი თვალებს უკან. აი არის. ესე იგი თვალებში რო ვერ გეუბნებიან და ზაგლაზა, ხო ხვდებით არა, ეგეთი თემა ამოდის რა. ხო, აი თვალებს უკან რა. შენ დაგეთხაროს ეგ თვალები და შენ ესე და შენ ისე და შენ არ დამენახო და შენ არ დაგენახოს და ეს მე არ ვამბობ, აი რასაც იძახიან ახლა იმ პროგრამას ვაჟღერებ. ციყვი ამოვიდა, ვიღაცა მოვა, ხოპ გიკვენს, წავა, კი, აი გიკვენს, წავა. ოჰოჰო, ვიღაცას ცხვირში და კბილებში უჭერენ აქ, ან დაგეკარგათ ყნოსვა დიდი ხანია, ან კიდე პირიქით გამძაფრებული გაქვთ აქ ვიღაცას ყნოსვა და მაღალი ყბა, ზედა ყბა კბილების ამოვიდა, ესე იგი, იმიტომ რომ თვალი და ეს შიგნით ხო სისხლძარღვები ის არის, ხო, შეერთებული, ხო? აჰა, ზუსტად ესე მრგულად თვალი ამოვიდა და მეც ახლა ვზივარ და მაქანავებს. ხო, აქ ამოვიდა მეგობრებო, ზაგლაზა, სერიოზული პორჩა მინდა გითხრათ და სანთელსაც ეტყობა, ხო? სანთელსაც ეტყობა, აი, გურისი შავია აქეთ.
ოპა, სანთელსაც ეტყობა ზაგლაზა, რო გეუბნებიან, რო წინ ვერ გეუნებიან და თვალებს უკან რო ჭორაობენ, გწყევლიან და თვალებს უკან ხდება ყველაფერი, როგორც ზურგს უკან, აი აქ ცვილი ამოიბერა. წმინდავ თვალებს უკან ზაგლაზა, რაც პორჩაა, რაც ჩადებულია, ხო, აი ამ ყველაფერს. რო თქვენ კარგად დაინახოთ, რო თვალები აღარ გეწოდეთ. აქ ბუდიში და წირპლებიც აქ შეიძლება არა მარტო ბავშვებს, მოზრდილ ადამიანსაც უცებ და წირპლები გაწუხებთ, ხო ხდებით. ეს არის პორჩა, ეს არის ნეგატივი. სანთელს უყურეთ, როგორ გაშავდა წვერს, ხედავთ, როგორ გაშავდა. ეს არის ნეგატივი, ჩემო კარგებო. ნახეთ, როგორ გაშავდა სანთელი. აი წვერში, ხო, აი ეგ არის. ხო, აი ესეთი ნახეთ ტიკიტომა, რომ თვალი დაიხატა. ეხლა მე მინდა შევეხო პარაზიტს, ზურგს, რომელიც ესე იგი არის ხელოვნურად ეს პარაზიტი თვითონ არ მოდის, ეს არის მაგიური დარტყმებისგან. სპეციალურად შევეხები, ეს არის პარაზიტი, რომელიც გიჭერს ყურს უკან, ყბებს გიკეტავს, ყურებს გიკეტავს, ცხვირს გიკეტავს, მესამე თვალს კეტავს, სახასრარას კეტავს, უფალთან წვდომას კეტავს, ზურგზე გაქვს შემძვრალი და ძალიან დიდი ტკივილები იცის. ამას ქვია პარაზიტი ტუნიაცე, აი ესე ქვია ჩემო კარგებო და მთელ ზურგზე გაქვს ადამიანს, მივხვდით ხო, აი ესე. აქ მე პარაზიტზე ვლაპარაკობ და კბილი დაიხატა. ვიღაცას გითხარით თქვენი ზუბი აქ, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ხო, და რით ვერ იმას აქნა და აი ამ ეტყობა დაბლა მარჯვენა, შეიძლება მარცხენაზეც, მაგრამ უფრო მარჯვენაზე, ადრე მარცხნივ იყო, ადრე მარცხნივ მაჩვენებს, ეხლა მარჯვნიდან გიტევენ, იმიტომ რომ ეხლა მარჯვნივ გადმოაგდეს, იმიტომ რომ იქედან ამოჭამა უკვე, ეს ცუდი პარაზიტია ძალიან, სიცოცხლის უნარიანობას გიქვეითებს, ბოდიში და ხშირ შარდვას გააკეთებს ადამიანის ორგანიზმში, განდომებს და აი თითქოს უცებრო აი წყალი გაქვს ბევრი დალეული და შარდის ბუშტის სავსე, აი ეგეთი თემაა. ფეხებს გიკეტავს, წელი ხო, აღარ ვიტყვი, ძალა არა გაქვს, არაფრის ხალისი არა გაქვს, გეკარგება ყველანაირი, ესე იგი, თუ რამე გაქვს ადამიანს ნაჩუქარი ნაბოძები უფლისგან, ხო? აი ეს შესაძლებლობები მენტალური, პირველი მენტალს კეტავს, რა თქმა უნდა. და მთლიანად ესე იგი დაპყრობილი ხარ ადამიანი და ნელ-ნელა იხრებ, ესე განაკუზია მოგდეს, აი ესე იხრები ნელ-ნელა, აი, ზუსტად, აი ეს პარაზიტი ახლა ტუნიაცე, წმინდა ვიღებ, ოხოხო და საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს, საიდანაც ოპა მოვიდა, ხედავთ თქვენ თვითონ იქ წავიდეს. წადი პარაზიტო, წადი გამომგზავნთან გაგიშვებ, ჩემთან და ჩემს კარგ გამომწერებთან, არაფერი არ გესაქმება. დაუბრუნდი პატრონს, დაუბრუნდი შემკვეთს, დამკვეთს და შემსრულებელს, კალდუნს, კალდუნიას, მაქს, ჩორნი მაქს, ვეძმას და ასე შემდეგ. როგორც თქვი, ასეც იქნება. ამინ. ოხო, ხედავთ ხალხურეები ხდება. ნახეთ რამ სიგრძე ფეხები დაბლა, აი ზუსტად პარაზიტი დაიხატა, ზუსტად აი უკანალი ესე და ზუსტად პარაზიტი დაიხატა, ეს კარგად ამოვიღეთ. ყველაფერი ამოვიღე კარგად, მაგრამ ეხლა უსულო არსებები, მეგობრებო, პროგრამები, დისტრუქციული პროგრამებს შევეხები, რომლებიც ესე იგი დისტრუქცია რა არის, რომ აქეთ-იქეთ აიღებენ სხვადასხვა რაღაცა პროგრამებს, ბინძურს რა თქმა უნდა და ადამიანში აგზავნიან მერე ასტრალიდანაც, ასევე სიზმრებიდანაც, სიზმრებიც ასტრალია, ხო? სიზმრებშიც, ესე იგი,
რომ სიზმარშიც აქ მეუნებიან რომ არის შეტევები, მაგიური საათები რო ქვია, აი იმ დროს ზუსტად არის ასეთი შეტევები და ეს უსულო არსებები არის თქვენსკენ გამოშვებული, რომ ესე იგი დაგტანჯონ, რომ იგივე თემას შევეხები, რომ ეს არის საფლავებზე გაკეთებული, შეიძლება სულები და უსულო არსებები და ისინი მარტო საფლავებიდან არ არის. ეს არის სხვადასხვა არ მინდა ეხა ჩაურმავდე ეთერში. თქვენთვის რომ თავდაცულები იყოთ. სხვადასხვა ადგილებიდან გამოშვებული დემონები და უსულო არსებები. მე მინდა ესე გითხრათ, აი ზუსტად დაიხატა აი ეგ უსულო არსებები, აი ხელები, თეთრი თავი და ესეთი ჩამოჩვარული ის აქვთ. კი და საშინელი სახეები აქვთ, მინდა გითხრათ. აქ მერე შეიძლება ლოთი მე სერიოზულად ვამბობ, შეიძლება თვითონ ის უსულო არსება წინა ცხოვრებაში მსმელი იყო, აქ მაჩვენებს მე ბევრ თასებს, რომ შეიძლება სპეციალურად აი რომ გაალოთონ ადამიანი, ლოთობაზე დამოკიდებულ სულს მოძებნიან და ესე ჩაგიდებენ ადამიანს. აი ესეც ამოვასუფთავე ამ საუბარში. ხო ნებისმიერ პროგრამას მოდი მე ხა გავწმინდავ, რახან დისტრუქციას შევეხე. რახან ესე მითხრეს, მოდი ამოვწმინდავ ბოლომდე. ესე იგი ლარვები, სულშნასწები, დემონები, არხიდემონური თემები, სისტემები რო აღარ ერიდებიან უკვე და როგორც ჩვენ გვყავს არხანგელები, ხო, ზე ასევე სატანას და ეშმაკებს ყავთ ესეთი სიტუაციები და აი იქედან მოგზავნილს, აი ხა ვხედავ აქ ზის დიდი ჩამოვიდა და როგორ არ უნდა რომ წასულიყო. ხო, აი ამას ვხსნი. ლარვები, ლარვა არის ლოთობაზე, თამაშზე, ნარკოტიკზე, მოსაწევზე, სიგარეტზე, არის რომ გარყვნილობაზე, აკეთებენ აქ პრივაროტებს სექსუალურს, აკეთებენ სიყვარულზე, აკეთებენ უბრალოდ ჯინი რო ვერაფრით ვეღარ გაფუჭებენ ადამიანს, აი საფლავზე, სულზე მიგაბავენ, დაგნიშნავენ, აი ესეთი პრივაროტებიც ამოდის ახლა აქ, არის ინკუბები, სუკუბები, ჩემოკარგებო, აი სექსუალური მიბმები, აი ამას ემსახურება ეს დემონები, მიხვდით ხო? აი ამ ყველაფერს წმინდავ და საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს, საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს, საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს. ამინ, ამინ, ამინ. ჩემგანაც და ჩემი კარგი და გულთბილი გამომწერებისგანაც ნახეთ როგორ ხმა თუ გაიგეთ სანთელმა იმას აქნა, რა ქვია, წკაპ ესექნა. ხო, წკაპ კი არა, კარგად ქნა. კიდე კრადნიკები, მოდი გადავიდეთ კრადნიკებზე ჩვენ ახლა. კრადნიკები ესეც არის დისტრუქციული პროგრამები, რომლებსაც აჯენენ, ასევე არის კრადნიკები ჯამრთელობაზე, მე რო აქ ვილაპარაკებ თან წმინდავ, არის კიდე სიზარმაცეზე გიდებენ, ეგეც კრადნიკია, რომ არ გაინძრე ადამიანმა ყველაფერი რომ დაგეზაროს და შენს მაგივრად რომ მე სხვამ გააკეთოს, სხვამს კონდეს მიღწევები ცხოვრებაში, მიხვდით ხო? აი გინდა იცი რომ უნდა გააკეთო და ვერ დგები უბრალოდ, აი გეზარებ, აი არა გაქვს არაფრის თავი, ხო ხვდებით არა, უნიათობა და ნახეთ სანთელი როგორი ისრა. ხო, აქეთაც მეორე სანთელი ისვრის ძალიან. აქ ზამიკანია მოხდა ახლა. აი ეს ისკრა მინდოდა ზუსტად. ხო, არის კიდე კრადნიკები ფინანსებზე, ფინანსურ არხზე გაჯენენ კრადნიკებს. არის კიდე გადაზიდვები, გადაწევები იქეთ, ხო?
აჰა აი ამ კრადნიკებს ხსნი არის კრადნიკები სილამაზეზე შეხედულებაზე რომ ესე იგი მალე დაგაბერონ და თავიანთ თვითონ გადაიზიდონ ესე იგი იპარავენ რომ თვითონ იყვნენ მომხიბლელები გოგოებიც და ბიჭებიც არა აქვს მნიშვნელობა მამაკაცებიც ხო არიან სიმპათიურები ხო ბევრზე იტყვი რომ რა დედამგშობაო ხო ხო აქ არის რომ ადამიანი ან სპორტს მისდევ ან რაღაცა ესე აქტიურ საქმეს და კუცებ ხობ დაგადეს კრადნიკი და ვეღარ გაინძრევი მიხვდით ხო ფულს ვეღარ იშოვი ქვედა ჩაკრებს გიკეტავენ და ქვედა ჩაკრებზე და პირველ მეორე ჩაკრებზე გაიწმინდეთ მეუნებიან მაგ მეგ რიტუალები შედით მოკლედ მე აქ სამი სანთლის მეც არ ვაპირებდი მაგრამ რახან ესე არის ჩამოკარგებო და კრადნიკებს და ჯანმრთელობას შემაყოლეს ეხლა მე ამოვწმინდა ვბარემ აქ რახან ჯანმრთელობას შევეხე ხო ამოვწმინდა მე აქ ბარემ უცებ რა ხო ამოვწმინდა ჯანმრთელობას ესე იგი ავამტყოფობებს აჰა ჯანმრთელობა ბევრს აქ ნინი ხო ნნ ხო ნახეთ ნნ ანუ არ არისო რა ჯანმრთელობა არ არისო არ არის აქ ჯანმრთელობა ბევრს არა გაქვთ ჯანმრთელობა ძალიან გაქრობენ ხალხო აჰა ძალიან ბევრს არა გაქვთ ჯანმრთელობა ჩადებული სპეციალურად ეს პროგრამები ეს რო იავადმყოფოთ ჩადებული უცებ შეძენილი ავადმყოფობები უცებ შეძენილი ავადმყოფობები დაავადებები სპეციალურად ჩასმული თქვენს ორგანიზმში ну მარა შევეხები აი შემთხვევით ანუ შემთხვევით შეძენილს უფრო არა ეს ახლა წყევლისგან ჩადებული დაავადებები ხო ხდებით არა წყევლისგან გააჩნია შეიძლება კალდუნმა და მოლამ ისე დაგწყევლოს რომ ჩვენი მტერი რომ ვეღარ ადგეს ხო ხდები არა თუ არა გაქვს შებრძოლების უნარი აი აქ ბევრსა გაქვთ დაკარგული შებრძოლების უნარი აი ესეც კრადნიკებსაც ეხება ეს იგივე კრადნიკია ну ყველანაირად კომპლექტში წრეში გახვევენ მიხვდით ხო აი ამ ყველაფერზე გახვევენ კი აი ეს მაქსანთელი ძმის კაპუნებს ნამდვილად ესეა ეს დაავადებები სხვისი აი ეს გადმოგდებები მიხვდით ხო ხო ნახე გადმოგდებული დაავადებები სპეციალურად გადმოგდებული დაავადებები არის კიდე შურისგან შავი სიტყვებისგან მეგობრებო მოდი შურს რახან კიდე მათქმევინეს ხო მეუნებიან მიდი გააგრძელე ნინია შური არის საშინელი პროგრამა მე ვიტყოდი რომ ჩემს პრაქტიკაში თითქმის შურისგან ну პირველი თუ არა მესამე ადგილი უჭირავს და არ არის ეს პატარა იცით თუ არა მეორე ადგილი მე ესე ვიტყოდი იმიტომ რომ ძალიან საშინელება მოვიდა ну აქ ახლა დაფიქსირდით სასაფლაო ჯვარით ნახეთ და პენტაგრამები გექტაგრამები და ასე შემდეგ ამოდის ეს კი საფლავზე გაწვენენ აქ ბევრ თქვენგანს მე მინდა გითხრათ და მე რომ ვლაპარაკობ თან აი ეს ჩემი სანთელი ისეთ დღეშია რომ რა ვიცი აი ჩემთან ერთად საუბრობს გეფიცებით რა ჩემთან ერთად საუბრობს იმიტომ რომ ესია შური რო ანგრევს ყველაფერს და ყველაფერს გიცვლის ადამიანში ხო აი ეს შური რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მეზობელიც რო იყოს ხო შურია აჰა ვიღაცას ცუდი მეზობლები ყავთ აქ პატკლადებს რო გიდებენ პატკლადებს აი ახლა ამოვწმინდავ მე ამ ყველაფერს და ამოვწმინდავ და გავასუფთავებ და უკან გავუშვებ გამომგზავნთან შავი სიტყვებისგან კიდე შავი სიტყვები
შავი წიგნებიდან რო კითხულობენ, შავპირიანები, ჩორნაროტებს ეძახიან. კი, აი, შავპირიანები, ჩორნაროტები, შავი წიგნიდან წაკითხული წყევლები. აი ამას ყველაფერს ხსნი ამო მაქვს ჩემგან და თქვენგან ვასუფთავებ მეგობრებო. და თვითონ გაუბრუნდეთ ეს თავიანთი შხამი, თვითონ დაიხრჩონ, ვინც ამას ჩვენ გვიკეთებს, მე და თქვენ. მე არავის არ ვიწვევ, მაგრამ ეს მე ხავ ხსნი, ესე მეუბნებიან, თვითონ დაიხრჩონ თავიანთ შხამში. აი შავწიგნიანები, შავპირიანები და შავგონებიანები. ამინ. ეხლა მოვწმინდა მე შავი მაგიური საქმეებს რა დღეშია სანთელი? რა დღეშია სანთელი? აქ შავი კალმითაც ხატავენ, ნახეთ, თეთრი სანთელი რა დღეში. აქ მეგობრებო, ეხლა მე აქ მე ხა შევეხები, გავაგრძელებ უფრო სწორედ, იმას რა ქვია. ნახეთ როგორ შვება სანთელი. შავი სიტყვები ვთქვით და შავი მაგიური საქმეები, ანუ იგივე შავი წიგნებიდან რაღაც ბუმბულებს მეუნებიან, მე აქ ბუმბულები ეტყობა მსხვერპლ შეწირვა აქ ბევრი გაკეთებული. აქეთ მე დავინახე ბატის თათიც, კი ნამდვილად არის ბუმბულები აქ. მსხვერპლ შეწირვა გაკეთებული შავი მაგიური საქმეები, ესე მომაწოდეს, ესე იგი. ხო, არის ნამდვილად არის ეს. მე მინდა რომ ეხა ეს გავწმინდო, ამოვიღო ეს ყველაფერი. ჩემგან და თქვენგან ჩამოგავწერებო და მტერს ვუსურვებ. აი ამ შავ საქმეს ვინც აკეთებს, რომ სიტყვაზე რომ არ გადაებას და საქმეზე რომ არ შეეკრას, მიხვდით ხო? ჩვენს მტერს, ჩვენს დამაწყევარს. ნუ აქ სანთელს აი აქ პირდაპირ სატანური ენა რა. ეშმაკის ენა. მე ხა ჩემ პრაქტიკაში პირდაპირაც ვარ სატანას და ეშმაკებს და იმის წყობას შეხვედრილი დემონებს და ვიცი მართლა რა არის და როგორ არის და იმიტომ საუბრობ ესე ადვილად. ოპაპა, ხო არის აქ არის. ობა, ნამდვილად არის. სხვებშეწირვა, სატანიზმი, დემონიზმი, უსულო არსებები, სუშნასწები, ლარვები. შავი საქმეები, რაც კი რამეა გაკეთებული, წმინდა მე ახლა ჩემგან და თქვენგან ამომაქვს ძირიანად და უკან ვაბრუნებ. ამინ, საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს. ამინ, ამინებზე ამინი. ესეც გავიგეთ. ეხლა გაუგებარ ჯადოზე გადავიდეთ ჩვენ. გაუგებარი ჯადო ურთიერთობებში. მე მაქვს ეხლა მიკარნახეს გაუგებარი ჯადო აქ ვიღაცას გჭირდებათ. გაუგებარი ჯადოების წმენდა ესეთი თემა მგონი თუ არ ვწდები და მოძებნეთ ჩემს თავარ არხზე ამოსკროლეთ გამომწერებო ძველებო ახლებო ჩემი არხი მთავარზე შევძანდით და ქვემოდან ამოსკროლეთ და ნებისმიერი რიტუალია მერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. ჩემს წინააღმდეგ ვინც გამოიყენა, ვინც სცადა, კიდევ ვიძახი არავის არ ვიწევ, არავის არ ვეომები, მაგრამ ნუ მეომებით, მეგობრებო. ხო ხედავთ რომ წააგეთ. და მერე რო წააგეთ, ხო,
რა თქმა უნდა, თქვენ რომ შემეხებით საყვარლებო, ის უკან მოგიბრუნდებათ. თქვენ კიდე არ იცით ვის ეხებით და ვის ეომებით და არ გინდათ რა, არ გინდათ. გვაცადეთ ხალხს, რომ სიკეთე ვაკეთოთ და ადამიანები ეს ერთმანეთს დავეხმაროთ, არ გინდათ რა. ჩემი რიტუალები, ჯერ ერთი რომ ჩემზე მე დაბლოკილი მაქვს. ეხდით ხო, მარტო მე თუ უყურებ. და მეორეც ერთი კიდე მე დრო არ მაქვს რომ ჩავირთო რიტუალი და უყურო ხო? და მესამეც ერთი კიდე რა თქმა უნდა, საყვარელო, ვინც ახარ გოგოებო და ბიჭებო, რომ ვინც ეს სცადეთ, თქვენც კარგად ხო იცით, რომ უკან მოგიბრუნდებათ და მე ნინიას რატო აბრალებთ? ნინია ხო არ გებრძვით თქვენ? არ გებრძვით. და აბა თქვენ რატო ეხებით? გვაცადეთ რა. რომ გავაკეთოთ ხალხისთვის საქმე, კარგი საქმე. შემოგვიერთდით, კაცო, შემოგვიერთდით და აკეთეთ ჩვენთან ერთად სიკეთე, აკეთეთ. ამასობაში მე თემას შევეხე, მეგობრებო, გაუგებარი ჯადოები. აი, ესეთი თემებისგანაც მოდის გაუგებარი ჯადოები, რომ ესე იგი არ იცით ოჯახში, ადამიანი უცებ შეიცვალა და ოპ და რა ხდება. აკეთებენ პრისუშკებს, რასორკებს აკეთებენ, ანუ რომ გაშრეს ურთიერთობა, რომ გული აღარ გაუთბეს თქვენზე პარტნიორს, არ აქვს მნიშვნელობა სქესს, მიხვდით ხო? აკეთებენ ამას. და გაუგებარი ჯადო. უნდა გაიწმინდოთ ურთიერთობა, ურთიერთობა რო იყინება უცებ, მიხვდით ხო? გზების ჩაკეტვა. აქ ამოამუშავა ამან. მინდა ამ სანთლით დავამთავრო. ახლა შევეხები მე გზები. ნინიამ ხო არ იცის თქვენ? ჩემთან რომ დიაგნოსტიკა ჩაიტარეთ ერთხელ, ხო? ნინიამ იცის რომ გეუბნებათ რომ აი შედი მე ესე შედი კი ბატონო ჩემ არხზე და უყურე ნებისმიერ იმას და რატო გვაბრალებთ მე ან მე ან სხვას რატო ვაბრალებთ თქვენი ცხოვრების გაფუჭებას. მე რა ვიცი, მე იქ შენ ვისთან შეხვედი და რა ასტრალებში დარბიხარ და რა დემონებთან და შენს თავზე სიკვდილს უკვეთავ და მე სხვას აბრალებ, ეს რაღაცა როგორ შეიძლება? არ შეიძლება ესეთი რაღაცა. სხვას ნუაბრალებთ თქვენს გაფუჭებულ საქმეს, თქვენივე ცხოვრებას იფუჭებთ თქვენ და მე სხვას ნუაბრალებთ. ნუაბრალებთ. ხო. და მუქარა ძალიან გთხოვთ. ნინიას რომ ესე ეშინოდეს, ხო? რამდენი წლებია მე ამ საქმეში ვარ. მე პატრონიც მყავს. მე სერტიფიკატიც მაქვს და იმიტომ საუბრობ ასე თავისუფლად, შემოკარგებო და საკუთარი ადვოკატიც მყავს, ეს გამგები გაიგებს, ასე რომ მუქარა არ არის საჭირო გენაცვალე. ნინია აქ ცუც არაფერს არ აკეთებს და არავის არ უნგრევს ცხოვრებას. ეგ არის თქვენი დანგრეული ცხოვრება, რომელმაც ესე იგი ვიღაცა ტაროლოგმა გითხრა, რომ აი ჰუიდა ესე და მომაწებე მე. მე რა შუაში ვარ საყვარელო ერთი მითხარი. მე შენთან არც პირადი ის არ ჩამიტარებია წმენდა, გამგები გაიგებს, ხო? და არაფერი. დაწყნარდი რა, დაწყნარდი. შემოგვიერთდი და სიკეთე აკეთე. კარმაში პლუსი დაიწერე. მეტი რა გითხრა? მეტი რა გითხრა? სულელი არ გეგონოთ არავის, უბრალოდ ეს ჩემი თხოვნა იქნება, ხო? თქვენ აქ კადრში იმას გაჩვენებთ, რაც უნდა ნახოთ. კადრს იქეთ, თქვენ ხო არ იცით რა ხდება რა და გაჩერდით რა. გაჩერდით. და ვინც ჩემთვის ცუდად უყურებს, რამეს გამიგეთებს და ისა, მე რომ ჩემ რიტუალს უყურებ, ის უკვე დაპროგრამებული მაქვს მე თავიდანვე რომ უკოვე თქვენთან წამოვა ეგ ბუმერანგი. აბა მე რო შემეხები არ წამოგივა უკან ბუმერანგი. ეს ხო ლოგიკურია საყვარელო, ხო? გამგები გაიგებს. გაჩერდით რა, გაჩერდით. გეყოფათ, გეყოფათ. დაძველდა უკვე ეგ პროგრამები, დაძველდა. ამასობაში ამოვწმინდე ყველაფერი გაუგებარი, ჯადო მეგობრებო.
გზებიც გავხსენი, ტყუილა არ ვლაპარაკობდი. თქვენი ფინანსურ არხს შევეხები ახლა. ამოვწმინდა. გავწმინდა. ბლოკებს მოვაშორებ, ჩემსასაც რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად. აჰა, ჩემო კარგებო. ყველა კრადნიკს ვხსნი ფინანსურ არხზე, ბლოკებს ვამტრევ, ჩემი მაგიური გასაღებით ვხსნი ჩაკეტილ ყველა კლიტეს და ამ გასაღებს მხოლოდ მე ვინახავ ჩემთან, რომელსაც ვერავინ ვერ იპოვის და ვერავინ ვერ გახსნის და ვერ გადააკეთებს. ამინ, ამინ, ამინ. აი ეხლა ამ ახალ მთვარეობაზე გილოცავთ, მეგობრებო. აი აქ რაც განულებაზე გქონდათ გაკეთებული მეც და თქვენც, ჩემო გამომწერებო. აი ამ ჯადოს, განულების ჯადოს, ზაკალცოკა რო ქვია, აი ამას ვხსნი და ვამტრევ. ვხსნი ჩაკეტილ რკალს ვამტრევ. აჰა. და გველი ვამტრევ ამ ჩაკეტილ რკალს და მე აქ ისეთი ნაცრისფერი ის ამაქვს სამუშაო ადგილზე რა ოპოპო და ოპოპო. თეთრი გახდა შავი. ეხლა გოგონცებო და ბიჭონცებო, მოდით უყურეთ. აი ესე მოვწელნე, ხო? ნახეთ თეთრი სანთელით. უყურეთ მეგობრებო. არ ვიცი რამდენი საათი და წუთებია, მაგრამ აი ესე მომინდა, იმიტომ რომ მინდა რომ ძალიან ამომეწმინდა, მიხვდით ხო? ნახეთ რეებია, ესე ჩაგახედოთ, ნახეთ რეებია. უყურეთ. ეხლა პროსტა მე ამოვწევ ამას. აი ასე ამოვწევ და დაგანახებთ უცებ და არა მეორე ჩემს მაგივრა კონკრეტ. ნახეთ როგორ მიეწება. უყურეთ, ოპა. ნახეთ ჩემო გოგოეშკებო და ბიჭოშკებო. აჰა. და კიდე ერთი თემა მინდა გითხრათ, რომ მე გენაცვალე, რას ქვია ეს ბოლო გაშლა რა იყო. მე როდის რას ვიტყვი და როგორ გაშლას გავაკეთებ და როგორ ბუმერანგს გავუშვებ, ეს ვის უნდა ვკითხო, ძალიან მაინტერესებს, აბა. რომელი ხართ ჭკვიანი? ძალიან მაინტერესებს, მე თქვენ უნდა გკითხოთ, რომელიმეს, რომ მე ჩემ საკუთარ არხზე მე ვარ ავტორი, რომ მე ვინმე გიშლის, კაცო გააკეთე, გახსენი შენც და ღმერთმა წარმატება მოგცეს. სხვა რა გითხრათ, ხო? რას ქვია მე ეს რატო ვთქვი და ის რატო ვთქვი, ესე იგი შენ ხარ მტერი, რომ გეტკინა, შეგერჭო, ხო? მაშინ რატო გააქტიურდი? ამას სხვა არაფერი ქვია. მე ჩემ გამომწერებთან ერთად სიკეთეს მეც არაფერს არ ვაკეთებ. დამეთანხმებიან გოგოებიც და ბიჭებიც. მეკითხებიან ხოლმე ნინია ვინ კი არ გამაბრაზდეს, მე ჩემი გაბრაზება ესეთი ადვილი არ არის. რო ვერ მაბრაზებენ და ისა იმიტომ გიждდებიან, მაგრამ კარგით რა ხალხნო რა. გეყოფათ ეს შუღლი, გეყოფათ. მოძველდა უკვე, დაძველდა. აღარ მუშაობს ეგ თქვენი პროგრამა. ნახეთ მთვარე. აბა, უყურეთ. მთვარე, მეგობრებო. აი ამ მთვარეშია ხელოვნება, ნახეთ როგორი. აი აქ წეღან, ესე ადუღდა აი ეს ცვილი.
აქ რაც ამოვიდა ის ხო გითხარით, აქ უკვე ვეღარაფერს ვეღარ იპოვით, აქ კიდე ერთი უნდა მეთქვა და არ გამომრჩა, სოკოზე და ფოთოლზეა კიდე. არის მუხის ფოთლები, არის ლეღვის ფოთლები და სპეციალურ რაღაცებს აკეთებენ. აი ესეთი თემა გაქვთ მეგობრებო, უყურეთ, ნახეთ რა ხელა რქებიანი დემონები. აი ამით განთავისუფლდით უყურეთ, განთავისუფლდით ამ ახალ მთვარეობაზე. ნახეთ უყურეთ, რეები გქონდათ დაგროვილი. ნახეთ. პო. ნუ პირდაპირ გარბიან, ნახეთ, აი გაიქცნენ. ოპა, ბუმერანგი, ნახეთ. ბუმერანგი, გასაღებები, კლიტეები, რომ ხსნიდი, უფლის დახმარებით, ანგელოზების დახმარებით. აქ ცხვარიც არის, მაგრამ გელის თავი აქვს და ცხრის ფაფარი აქვს, მიხვდით ხო? ესე იგი, ცხვარში მგელიო რა. და ეს მთელი ასეთი არსებები ამოვიდა. ხო, მოკლედ კიდე აქ იყო ნათქვამი, რომ მე თურმე ფულს ვაკეთებ, ეს აუცილებლად უნდა გითხრათ, იმიტომ რომ ჩემო გამომწერებო თქვენ გეხებათ, რომლისგან ვიყიდეთ, სახლი ძალიან მაინტერესებს. გებიწევი, თურმე მე ხალხს ფულს იმაშვები და რაღაც. აი, კარგით რა, აი მეცინება უბრალოდ ეს რაღაცაზე რა. ერთი კონსულტაცია რო ჩავატარო დიაგნოსტიკა, თურმე მე ხალხს ფულს ვძარცვალ, მიხვდით ხო? აი ეს თქვენ გეხებათ და იმიტომ ამბობ ჩემო უსაყვარლესო გამომწერებო. მართლა დიდ მადლობას გიხდით აი ამ თითოეული ლარის ჩარიცხვისთვის, გამოსყიდვებისთვის, რომ ისევ თქვენ გახმარებთ ჩემს ენერგიას და ისევ აი მაგიორ სანთლებს და ასეთ რაღაცებს და ისეთ რაღაცებს ჩამომივიდა კარგი სანთლები თაფლის უკვე ფერადებიც და ნელ-ნელა შემოვიტან. მაინც ვიპოვე კანალი არხი, რომ ჩამომეტანა ეს სანთლები, რომ აწი სიყვარულზეც კარგად ჩავატარო და ყველაფერი მეგობრებო, მე არ გემშვიდობებით, ეს იქნება, ეხა როგორ არის იცით, 7 ლარი იქნება გამოსასყიდი. დღეს ხომ უკვე რო გათენდება 7-ია, ხო? სავსე მთვარეობა, ღმერთს ვთხოვ უფალს, რომ მშვიდობიანი წარმატებული დღე გაგვითენოს და 7-8, ესე იგი 7 ხო, ხვალე უყურებთ, მერე 8, 9, 10 კიდე უყურეთ, მიხვდით ხო? ესე იგი 7, 8, 9, 10, 4 დღე გამოდის. ესე იგი, საერთოდ ამას უნდა უყუროთ, სანამ ახალი მთვარე მოვა, ესე იგი 7-ში ხო, ახალი მთვარე 4, 5, 6, 3 დღით ადრე, მერე 7 და მერე 7-ში ხო უყურებთ, მერე გააგრძელებთ 8, 9, 10, ისევ 3 დღე, მიხვდით ხო? 7 ლარი იქნება ენერგიული გაცვლა ჩემო კარგებო, სამყაროსთან, ნინიასთან და ვიზეც გინდათ უყურეთ, ბავშვებზეც და იმაზეც და ამაზეც. მოკლედ, ძალიან მიყვარხართ, მადლობთ, რომ ესეთი კარგები მყავხართ. ხალხო, ნუ გაბოროტდებით, გეყოფათ რა, ყველაფერს აქვს საზღვარი, წეღან არ ვთქვი უკვე ეგ რაღაცეები გადავიდა მოდადან რა, თქვენი გამოხტომები და გვაცადეთ, რომ ხალხს მივხედოთ ცხოვრებას, ხო? თქვენ თუ არ გაქვთ პირადი ცხოვრება. თუ არა და შემოგვიერთდით და ჩემი თავი გენაცვალოთ, აჰა, კიდე რა გითხრათ მეტი მე არ მესმის, ხო? ხო და მომავალ შეხვედრამდე ვიყვარდეს ერთმანეთი, ნახვამდის.